და მოვედი თქვენთან ნათია შაი ყავის ჭიქით. არ ვიცი, ძალიან საოცარი ჭიქაა. გირჩევთ რომ ნახოთ, მიუხედავად იმისა, ეს რეზონირდება თუ არა თქვენთან. იმიტომ რომ აქ ისეთი ამბავი დავინახე, აქ ისეთი საოცრებები დავინახე, რომ რაღაც კარგ რომანტიკული ფილმის ნახვას უდრის. ალბათ. აბა დამიწერეთ მე კომენტარები, ასეა თუ არ არის ასე. ისიც თქმაც მინდა წარსულში ამ ადამიანს ძალიან ბევრი უტირია და 13, რომელსაც აქ ვხედავ, შემიძლია ვთქვა რომ გლოვიარეც იყო ეს ადამიანი. ან რეალურად, ან ისეთი დიდი დოზის დანაკარგი ქონდა, რომ გლოვას უდრიდა. აი ეხლა კი გეპატიშებით საოცარ ამბებში. ნახეთ, რამხელა დემონი არის, რომელიც აი ესეთ პატარა ტანზე არის, თითქოს ობობის, თითქოს რაღაცა ხვლიკის, თითქოს ხოჭოსი, ბევრად პატარა ტანზე არის, მიდის, მაგრამ თავს ატრიალებს უკან. იმიტომ რომ მასზე, აი ნახეთ, მასზე მამაკაცი არის, რომელიც აი უნდა ჩაწიხლოს. ეს დემონი და საკმაოდ შეშინებული არის, პირი აქვს ღია, გარბის, მაგრამ აი თავს იცავს თითქოს, მაგრამ ეს ძალიან გაბედულად ურტყავს. მიუხედავად იმისა, რომ ნახეთ რამხელა ფიგურაა დემონის და მამაკაცის ფიგურა რამდენად პატარა არის. მიუხედავად ამისა, საერთოდ არ ეშინია და ძალიან გაბედულად ურტყავს ფეხს და დაკვირდით ამ დემონს პირი რო აქვს ღია, ადამიანის ფეხები ჩანს. ნახევარი ტანი უკვე გადაყვაპული აქვს. ნახეთ რას ამბობს ეს ყველაფერი. ეს ამბობს, რომ იყო რაღაცა დამანგრეველი შიში, გაუბედაობა, შეიძლება ტკივილებიც. აი ხა დავინახე, ამ დემონს აწერია 9 და 9, ორჯერ დასასრული, ან ორი ადამიანის დასასრული, ან გაორმაგებული დასასრული. რაღაცა ძალიან მძიმე მოიტანა და ეს პიროვნება, ნახე, გადაყვაპული ქონდა თითქოს, მაგრამ როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ მოერია, ვერ გადასასლა და ეს კაცი, რომელიც მას ურტყავს, ამ დემონს ერთ-ერთი რაღაცა საცეცით უჭირავს ეს ტოტი, ამაზე დგას და შემიძლია ესე ვთქვა, რომ ამ დემონმა პირიქით გააძლიერა ეს ადამიანი, ამ ტკივილებმა, ამ შიშმა ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გამოიარა, გააძლიერა და თვითონ ნახე ის რაც თვითონ ეგონა რომ მისი ძალა იყო, ის რაც ეგონა რომ დაუშავებდა, ატკენდა, დაასუსტებდა, შეაშინებდა, უკან მოუბრუნდა. იმდენად გამბედავი გახადა ეს ადამიანი, ვინც თქვენ ხართ ახლა და უყურებთ ამას, რომ პირიქით ამ თავის დემონებს, ამ თავის შიშებს, ამ თავის ტკივილებს კარგ გვარიანად ჩააზელს და საერთოდაც არ ეშინია ამ ყველაფრის. ნახეთ რა ადგას ამ დემონს თავზე. ეს არის ყვავი, ოღონდ თეთრი გულით. ესეც მიანიშნებს იმას, რომ ის რაც ოდესღაც იყო შიში, ოდესღაც იყო მწუხარება, იქცა ნათელად. რა მინდა გითხრათ ამით, რომ თქვენ ამ ტკივილებმა, ამ განსაცდელმა, ამ შიშმა, ამ რაღაცა წუხილმა კი არ დაგასუსტად, კი არ დაგაბეჭავად, ან არ გაგაბოროტად, არამედ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განიცადეთ და სინათლის და შუქით აივსეთ. მეორეს მხრივ აი ამ ტოტს, რომელიც უჭირავს აი ამ დემონს,
მასე რო კაცი დგას და აი ფიგურას ერთიანად რო შევხედოთ, ჩანს როგორც ტოტზე ორი ყვავილი, დიდი ყვავილი და პატარა ყვავილი და ამ ერთ-ერთ ყვავილს გულის ფორმა აქვს. და ამ ყველაფერმა მიუხედავად იმისა, რომ განზრახვა იყო ციუდი, ბოროტი დამანგრეველი, გამოიღო შედეგი ის, რომ აყვავილდა და მოიტანა სიყვარული. ეს სიყვარული იქნება დაცული და ეს სიყვარული იქნება ტრანსფორმირებული, საკმაოდ ტრანსფორმირებული. ამ გულიდან ხელია ამოწდილი და აი აქ ხედავთ ამ საოცარ ქალბატონს, არც ახლოს მოვიტან. რამდენად ჩანს, ეს არის რაღაცა მე-19 საუკუნის ქალბატონს გავს ესეთი დიდი დეკოლტით, ულამაზესი კაპით და უზარმაზარი შლიაპით, რომელსაც აწვდის და მასზე ხუთიანი, ანუ სიახლის ენერგია აწერია ამ ყუთაი გულს, რომელსაც ამ ქალს აწვდის. მოდი შევკრათ ახლა რო არ დაიბნეთ. აქ ჩანს, რომ ვიზეც არის ეს, ასე ვთქვათ, ხედვა. წარსულ ცხოვრებაში ქონდა ძალიან დიდი განსაცდელი. შეიძლება იყო კიდევაც კონკრეტული ადამიანი და არა მოვლენა, რომელიც განზრახვის დასმაზიანებლად გააკეთა რაღაცა დიდი სიბოროტე. მაგრამ სამყარო, მოდი ესე შევხედავ, როგორც ეზოთერიკოსი, განსაცდელად მოვლინა ეს წარსულის ცუდი ამბები ამ ადამიანს. მაგრამ ამ ადამიანმა გაუძლო ამ გამოცდას, ამ სამოყაროსეულ გამოცდას და კი არ გაბოროტდა, კი არ დაეცა, კი არ დასუსტა, არამედ განიცადა ძალიან დიდი ტრანსფორმაცია და ამიტომ მან დასძლია და დათრგუნა თავისი შიშები. ასევე ჩანს, რომ მან დაამუშავა საკუთარ საკუთარი ჩრდილები, ნაკლოვანებები. ამ ყველაფერზე ძალიან დიდი ხანია მუშაობს და ტრანსფორმაციას გადის. ამიტომ სამყარო მას მოუვლეს ძალიან დიდ სიყვარულს განახლებული ენერგიით, ძალიან ძლიერი განახლებული ენერგიით. ამ ქალის ასე ვთქვათ, ნახეთ, გვერდზე როგორი ესეთი გემია, უზარმაზარი ალქნებით და ფასკუნჯი მჯდომარე. ნახე, თითქოს თლად ბოლომდე არ გამქრალა შიშები, იმიტომ რომ ჩანს ეს ჩრდილები, ეს წუხილები, სიფრთხილე. რა არის ეს შიში? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს არის შიში, რომ ახალმა მოსულმა სიყვარულმა ისევ ისე არ მატკინოს, როგორც ადრე, ისევ ისე არ დამანგრიოს, როგორც ადრე და რაც აქ ვთქვი, იმდენი ცრემლი არ მაღრევინოს, როგორც იყო ადრე. თუმცა, მოდი ვიტყვი, რომ ეს შიში უკვე ფრთებს ვეღარ აშლის და გოგმანებს მიწაზე და ადვილად სამართავია. აღარ მართავს შიში ადამიანს, არამედ ამ ქალს, არამედ ქალი მართავს ამ შიშს იქით. ქალის ხო, ეს გემი რაც არის, არის, რომ ეს ადამიანი გადაეშვება ახალ სასიყვარულო ურთიერთობაში ნამდვილად. ახალ ტრანსფორმირებულ, თვითონ არის ტრანსფორმირებული, ამიტომ მასთანაც მოდის ეს სიყვარულის ენერგია საკმაოდ დიდი და ტრანსფორმირებული. ქალს ქვევით აწერია, ეს არის ძალიან დიდი ასრულება მისი ნატრობის, მისი ოცნებების და საოცარი რამ ხდება. ქვეშ ეს არის უზარმაზარი ანგელოზის თეთრი ფიგურა, რომელსაც წინ 7-იანი წერია, დიდი სიწმინდის ენერგია და გაშლილი აქვს ფრთები, დიდი თეთრი ფრთები. საინტერესო ის არის, რომ ამ ანგელოზის სხეულში არის კიდე ადამიანის ფიგურა, რომლის ტანს და სხეულს აქვს რვიანის, ანუ უსასრულობის და კარმის ენერგია. ანუ პარტნიორი, რომელიც ახლა გამოჩნდება ამ ადამიანის ცხოვრებაში, იქნება აუცილებლად კარმული. ისინი წინა რეინკარნაციაშიც ჰქონდათ გადაკვეთა და ეხლა უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, რომ რაღაც ეს კარმული გაკვეთილი დაასრულონ. ოღონდ ახლა უკვე ქალი მზად არის. ახლა უკვე ქალი მზად არის, რომ ეს ტკივილებით კი არ მიიღოს, არამედ მიიღოს როგორც სიამოვნება და სიყვარული. ნახეთ მეორეს მხრივ, როგორი გრძელთმიანი რაღაცა ყვავილების გვირგვინით ქალი მოშიშვლებული მკერდით გადმოყურებს ამ ყველაფერს. ეს არის ამ ქალის დიდი სექსუალური ენერგია და ძალა. მეორეს მხრივ ძალიან საინტერესოა, რომ ამ ანგელოზის ფრთების ქვეშ არის ისევ და ისევ დიდი შავი თმებ გაშლილი ქალი, რომელსაც ყრმა უჭირავს ხელში. აი, რაღაცნაირად გავს ღვთისმშობელს ყრმით ხელში.
და ეს მიანიშნებს, რომ სამყარო ხედავს ამ ქალის სისპეტაკეს, სისთათვეს, ვეღარ ვთქვი. სამყარომ დაინახა, რომ აი ამ დემონმა ვერ დააზიანა, ვერ დაანაგვიანა, ვერ დააბინძურა მისი შინაგანი სამყარო. პირიქით, მასთან ბრძოლით უფრო გაძლიერდა, უფრო გადიდდა, უფრო გალამაზდა, უფრო ძლიერი გახდა, მაგრამ არაც და არამც არ დააკარგა მისი შინაგანი სიწმინდე, მისი შინაგანი სისუფთავე. ეს არ დაკარგულა. არაფრს და არავის. მეორეს მხრივ შეიძლება ეს იყოს, ვინც ეხლა ამას ხედავს, ყავდეს შვილი, ანუ იყვნენ დედაშვილი და აჩვენებდეს, რომ ძალიან ძლიერი დაცულობა აქვს მას სამყაროდან. დედას და შვილს და ასევე შეიძლება იყოს ნაჩვენები ის, რომ ამ სიყვარულის ნაყოფი იქნება ბავშვი, რომელსაც ექნება ძალიან დიდი დაცულობა. მის წინ არის ბარტყი, შავი ბარტყი, დიდი ნისკარტით. ეს ჩანს, რომ უკვე ეს შიშები, წარსული ცუდი გამოცდილებები არის მეტერა ბარტყივით ქცეული, რომელსაც ვიტყვი კიდევ და კიდევ იმას, რომ კი იყოს, არა უშავს იყოს, აღარ უშლის ხელს, მეტერა ბარტყია, არ შეგაშინებს, ანუ დიდი ჩიტი არ არის, რომ შეგაშინოს, მეტერა ბარტყია იყოს. საოცარია, თითქოს ყველამ რაღაცა თავისი მიიღო, ხო? ეშმაკმა მიიღო წიხლი და დამარცხება, დასუსტება. ყველმა მიიღო სინათლე, ანუ ის რაც უნდა გაშავებულიყო, ის რაც უნდა გაბოროტებულიყო, ის რაც უნდა დაცემულიყო, პირიქით გათეთრდა. სულიერი ტრანსფორმაცია განიცადა. ქალი იღებს სიყვარულს, ქალი იღებს დაცულობას და ბარტყი იღებს არსებობას და იყავი, არა უშავს, აღარ მიშლი ხელს იყავი. აი ასეთი მდგომარეობა არის აქ. ეხლა მე მინდა გადმოვიდე ნალექის მეორე მხარეს. არა, სანამ გადმოვალ მეორე მხარეს, აქ კიდე ჩანს, რომ მამაკაცი არის, რომელიც აი უნდა გადახტეს თითქოს, რომ აი სათამაშო ცხენები რო არის, აი ესე ხის ცხენები, ხო, ესე რომ ყირაობს წინ და უკან, აი ეს ცხენი რო დაიტაცოს. აქ ჩანს, რომ მისკენ მომავალი მამაკაცი, რომელიც ამ ქალთან მოდის, უკვე მზად არის, რომ გაიხსენოს მისი ბავშვობა, მისი სურვილები და მისცეს თავის თავს იმის უფლება, რომ მიიღოს სიამოვნება, დატკბეს ცხოვრებიდან, გაახაროს მოკეთ მასში არსებული ბავშვი. აი ესეთი მზაობით მოდის ეს მამაკაცი. ეხლა მეორე მხარეს რა ხდება? ნახეთ როგორ ზის ეს ქალი, ასე ვთქვათ, მედიტაციურ პოზაში, ლოტოსივით და გაყურებს სინათლეს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ქალის სულიერ სიმტკიცეს, ძალიან დიდ ტრანსფორმაციას, ძალიან დიდ სიძლიერეს, თავისი შინაგანი ქალური ენერგიებისა, მის ქვევით აი ესეთი ფრთებგაშრილი ჩიტები დაადიან, აი რაღაცა მდიდარი ადამიანების ვილებში რო დადიან რაღაცა უცხო ჯიშის ჩიტები და გოგმანებენ, აი ესე დადიან. ანუ ამ ქალის თავისუფალი ნება, სურვილები, ოცნებები, ფიქრები გააზრებულად დაადიან, აღარ ეშინია, აღარაფრის არ ეშინია, არის გაწონასწორებული სულიერ სიმაღლეზე და მას ზურგს უკან როგორ თითქოს კედლიდან ნახევრად გამოსული ანგელოზი უყურებს. ანუ დაცვა აქ არის, მფარველობა იქ არის, მაგრამ ბოლომდე არ სჭირდება. აი, უბრალოდ თუ დასჭირდა აქ არის, მაგრამ ეს ქალი იმდენად ძლიერია, იმდენად მტკიცია, რომ აი შორიდან უყურებს, თუ დაგჭირდი მოვალ, მაგრამ არ ჭირდება და იცავს მის სიმშვიდეს. და უკან ნახეთ ჩანს როგორ შავ ცხენით მოაჭენებს მხედარი. მოდის ეს სიყვარული, მოდის ჩემო მაყურებლო შენთან. ეს სიყვარული მოგელავს შენთან ეს სიყვარული და არ ვიცი, აი მართლა საოცარი არჩევნები გაქვს, არჩევანი შენს ცხოვრებაში, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი, რომელსაც ძალიან მშვიდად იღებ, გაწონასწორებულად იღებ, დაფიქრებით იღებ, რაღაცა ისეთი დიდებულად, იმპერატრიცასავით. აი მიიღებ ამ გადაწყვეტილებებს. ძალიან საინტერესო იყო. იმდენი ინფორმაცია მოდის, რომ რაღაცნაირად არ მინდა ძალიან დიდი გამოვიდეს ეს ვიდეო და დაგხალოთ, მაგრამ საოცარი ინფორმაციები ამოდის. თითქოს საერთოდ ჩანს ამ ქალის წინა ცხოვრების ტკივილები, ტრაგედიები,
უბრალოდ იმდენად ინტიმური ინფორმაცია ამოდის, რომ აღარ მინდა მე საჯაროდ გავაჟღერო. აი ინტიმურ ინფორმაციებზე ძალიან დაწვრილებით, ძალიან ასეთ მნიშვნელოვან დეტალებზე უკვე გელოდებით პირად კონსულტაციაზე. თქვენ ნათია შაი, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ნომერზე 591233507. აი რამდენჯერ თავიდან ვხედავ, სულ ახალ-ახალი ენერგიები მოდის, ახალ-ახალი ამბები მოდის. ნახე წარსულში კიდე როგორ ჩანს ორი ქალი, ორი მოგიშპე ქალი, რომელმაც გახლიჩეს და დაანგრიეს ეს სიყვარული. ძალიან ბევრი ამბები ჩანს, ხალხო საოცრებები ჩანს, უბრალოდ ვეღარ დავთმობ ამდენ დროს, ვეღარ დავუთმობ, იმდენად პირადულია. წარმატება გელით კიდე, ასევე სიყვარულის გარდა, ფინანსური, ნახეთ რამ ხელა ულამაზესი, ნახეთ, აი ისიც კი შუბლზე რო აქვს წერტილი, ისიც კი ჩანს, როგორი სპილოსახია, დაშვებული ხორთუმით, უზარმაზარი წარმატება გელით ფინანსური და ეს ყველაფერი მოდის თქვენი შინაგანი ინტუიციიდან, თქვენი შინაგანი ცოდნიდან, თქვენი პროფესიონალიზმისგან და იმ დიდებული, კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმ დიდებული ტრანსფორმაციისგან, რომელიც თქვენ გაიარეთ. სულ გახსოვდეთ, რომ ეს ანგელოზი ხან მთლიანად, ხან ნახევრად, ხან ასე ვთქვათ, ჩაცოცხული, ხან თავზე გადმოფარებული, ხან ფრთებ შემოხვეული და ხან ფრთებ გაშლილი სულ თქვენთან არის და სულ იცავს. კიდევ ერთხელ მინდა გაგახსენოთ, რომ ეს ადამიანი არის რვიანი, ვინც მოდის თქვენთან, ეს არის კარმა, ეს აუცილებლად მოვა თქვენს ცხოვრებაში. და ამ გახლეჩილ სიყვარულს გამთელებს არა, საერთოდ ახლიდან დაბადებს. და კიდე ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომ ეს რვიანის ტიპის ადამიანი ამ ანგელოზს ეს მაღლა აწვდილ ერთცალ ვარდს აწვდის ყვავილს, აი რაღაც ერთცალს და ეს არის აი ეს წრფელი, სუფთა სიყვარული, უანგარო სიყვარული, რომელიც მოდის, იმიტომ რომ თქვენ გაიზარდეთ, თქვენ დაიმსახურეთ, თქვენში ქალური ენერგია არის ახლა და თქვენია ეს სიყვარული და აიღეთ. თქვენია, მიიღეთ, გახსენით, კარი. შემოუშვით. თქვენია. გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე.